პრეტენზიაზე არ არის ეს კომისია არის შექმნილი იმისთვის რომ ილაპარაკოს ნახევარი სიმართლე და დადგას შოუ. მე რაღაცა დაჭრას და ამით რაღაცა პოლიტიკური შეავსოს საინფორმაციო ველი ხა. ის ადამიანები ვინც ფიქრობენ რომ ამ კომისიას ხალხი არ უყურებს და ამ კომისიას რაღაცა გავლენა არ აქვს, ძალიან ცდებიან. ამ კომისია იმიტომ არის შექმნილი რომ ესეთი манипуляციური მიდგომებით თავიანთი დღის წესრიგი შექმნან, მაგრამ ჩვენი ამოცანა ზუსტად ამას ემსახურება, რომ იმ აუდიტორიაში, სადაც ისინი ცდილობენ ამ პროდუქტის გაყიდვას, ამ აუდიტორიას უთხრათ, რომ ეს ხალხი არ არის მზად ამ ქვეყანაში სიმართლის დასადგენად. ნახევარ სიმართლეს ლაპარაკობს. და ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები. აი ძალიან მარტივად ვამბობ. აი როდესაც ბესო ხარძიანის შვილი ყავდათ მოყვანილი და საუბრობდა და აბსოლუტურად სწორს ამბობდა ის ახალგაზრდა ადამიანი, ყველაფერში ვეთანხმები, ეგრე იყო. ზუსტად იმ პერიოდში ჩვენ ციხეში ვიყავით. მაგრამ ლელა ნოზაძე რო არ ყოფილიყო, მოსამართლე ლელა ნოზაძე რო არ ყოფილიყო, ბესო ხარძიანი ციხეში არ მოხვდებოდა. და დღეს ეს ლელა ნოზაძე არის უადო მოსამართლე, რომელიც ივანიშვილმა 2019 შემდგომ განამწესა. ბატონ ჯემალ ლეონიძეზე, ვინც გააკოტრა ნაცების დროს და ეხაც ერთი და იგივე მოსამართლე არის, რომელიც უზენაესში გაუშვეს უადო მოსამართლედ. ვინც ის დაიჭირა და ციხეში ჩასვა, მზია ლომთათიძე დღემდე უადო მოსამართლე არის. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე და მაგალითად ქართული ოცნება ელაპარაკება ატყუებს თავის ამომრჩეველს, რომ რაღაცის გამკეთებელი არის, მაგალითად ამის შედეგად, ხო? უკვე ხომ მოატყუა, რომ აგძალავთო ამ პარტიასო და უკვე აღაგრძალავენ. მუხროვანზე როცა დაიწყებენ საუბარს, ძალიან მარტივი პრესკონფერენცია ქონდა დღეს. გამოვიტანეთ 2013 წლის 23 ივნისის TV9. ჩვენ ხო თანხმდებით რომ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია იყო. TV9-ზე იყო გადაცემა, საგამოძიებო გადაცემა, კი, მე-9 არხზე, სადაც გადის სიუჟეტი ერთ-ერთი სპეცრაზმელი, სადაც ამბობს, რომ აი სიტყვით, სპეცოპერაცია ჩაატარა სოდის სპეცრაზმა, ზვიად ხარაზიშვილმა, კიდევ 3 კაცთან ერთად. მათი იარაღი დღესაც პროკურატურაში არის. ამ 4 ადამიანმა 12,000 ლარის პრემია აიღო. ასევე გამოვიტანეთ ქალბატონი ლია, ბატონი გია კრიალაშვილის დის და არის ლია კრიალაშვილი, მისი დის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს. თელმა საქართველოს ნახა კადრები, სადაც მერაბიშვილი დგას და ითხოვს 2 გვამს. თან ამატებს, რომ მოგცემთ დიდ პრემიასო. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პირი, ვინც ეს პრემია აიღო, არის ზვიად ხარაზიშვილი. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა აღნიშნული სპეცოპერაცია. მარტივი ლოგიკა არის. მივმართავთ ქალბატონ თეა წულუკიანს. მურუსიძესთან ხო წააგე პროცესი. წააგო პროცესი. მე არ ვამბობ, რომ მან ის არ შეეცადა. მას უნდა და ნამდვილად პროცესი იგულისხმება ზოგადად პოლიტიკური პროცესი, რა თქმა უნდა. აი რა განსხვავება არის ჩვენს და მას შორის. ჩვენ ერთად ვიბრძოდით. მაშინ იმ პროცესში იუსტიციის მინისტრი იყო, ჩვენ პარლამენტიდან ვიბრძოდით იმისთვის, რომ მურუსიძის კლანს და სააკაშვილის მოსამართლეებს უვადოდ არ მიეღოთ. ერთად ვიბრძოდით, მაგრამ წულუკიანი გავიდა განზე. პირდაპირ მნიშვნელობით მიგვატოვა, ანუ მაგას კლასიკური გაგებით ღალატი ქვია. და უბრალოდ კონიუნქტურაში შევიდა, დაემორჩილა ივანიშვილის თხოვნას, გავიდა პროცესიდან და დღეს მივიღეთ მურუსიძის სასამართლო. ამიტომ კიდე ერთხელ კითხვას უსვავთ მარტივად. ხალბატონო თეა, დამარცხდით მურუსიძესთან გვესმის, ახლა ეხა ხო გაქვთ შანსი, რომ სააკაშვილის ჯალათთან არ დამარცხდეთ. მოიყვანეთ კომისიაზე ხარება, გამოკითხეთ ეს ამბავი. ხარება არის დღეს ალბათ მთავარი პოლიტიკური. რა თქმა უნდა, კითხეთ. რატო ამბობდა, რატო გამოთქვავდა ეჭვს ქალბატონი ლია? ის მოიკითხეთ ის ადამიანი, რომელმაც ინტერვიუ მიცა TV9-ს და კითხეთ, შენ რო ამბობ ამას, რაზე დაყრდნობით ამბობ? ან რა იარაღებზე საუბრობ, რა პროკურატურაში რა იარაღი დგას, ან რა იარაღები დევს, ან ის მანქანა რაშიც ის ადამიანები ჩასხილდეს, ხო კიდე არის იქ საგამოძიებო პროცესში. სად არის ეს პროცესი? ამაზე ვამბობ. ზუსტად ამას მივანიშნებთ, რომ ის ნახევარი სიმართლის თქმის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ ამ კომისიას. ძალიან მარტივი ლოგიკა არის. ამიტომ ყოველთვის, როდესაც ჩატარდება ეს კომისია, ჩვენ ბევრი თემები გვაქვს. ისეთთან დაკავშირებით, სადაც
ახლა ალბათ თუ ასე დარჩა საკითხი დადგა ასე, ალბათ არ დგას ასე საკითხი, მაგრამ თუ დადგა მურუსიძის დაბარება ალბათ ბევრად ურჩევნიათ ვიდრე ხარებას, ასე რომ ალბათ შენი ეს იდეა და შეთავაზება დარჩება. ამიტომ ჩვენ უნდა შევიდეთ იმ ველში, სადაც ქართული ოცნებას აქვს სრული კალბლანში და არ მივცეთ манипуляციის საშუალება. ადამიანები მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ეხვერწებოდნენ. კიდევ ერთი შანსი მოგვეცით, აგერ კომისიას შევქმნით, რაღაცებს გამოვიძიებთ პარტიას, თქვა პირობითად, იქაც გადააგდეს. იმიტომ რომ უკვე ტყუილი, ეს არის ხასიათში გადასული ტყუილი არის. ასე ამაზე დგას ივანიშვილი ატყუებს თავის ამომრჩეველს, არცემს თავის ამომრჩეველს პატივს. ბევრი ადამიანს, რომელსაც დღემდე ვერ ინელებენ და ნუ გონია ამ ხალხს, რომ ეს ხალხი ვერ ინელებს იმ სისასტიკეს, რაც გაიარეს და არც უნდა მოინელონ, არ იქნებიან მართლები, რომ დაივიწყონ ის, რა დღეში ჩაყარა რეჟიმა ეს ადამიანები წარსულში. ამაზეა საუბარი, რომ მივმართეთ ქალბატონ თეას, თუ გაქვთ გამბედაობა, მოიყვანე და დაკითხე ეს ადამიანი და კითხე იმ ორი გვამის ვიდეოში, რომ დგახარ იქ რაღაცა და მე გარბი ხარ და ეს ადამიანები შენ ხელს გადებენ, რომ თითქოს შენ ამაში მონაწილეობა მიიღეთქო, მოყევითქო რა ხდება თქო, მაგრამ გაბედავს ამას თეა წულკიანი. ჩემი აზრით ვერ გაბედავს. იმიტომ რომ მას ამის გამბედაობა არ აქვს, იმიტომ რომ მათ აღარ შეუძლიათ. ეს კომისია არის ნახევარსიმართლის კომისია. ეს არის ნახევარსიმართლის კომისია. ამოცანების შესრულების კომისია. რაღაცა მოჭრან, ვიდეო მოჭრან, მე იქ სადღაც ატვირთონ, აუ რა მაგარია. მაგარი არ არის. სუსტია. მაგარი მურუსიძეს, აი მაგალითად დაიბარებდა ლელა ნოზაძეს და ეტყოდა ლელა ბესო ხარძიანი რომ ციხეში გაუშვი რა მტკიცებულებების დაყრდნობით გაუშვი მაგრამ ამ კონფლიქტში ვეღარ მიდის იმიტომ რომ წითელი ხაზია განსაზღვრულია აი ესე მოხაზულია მისთვის ეს არეალი რომ აი ეს შეგიძლია ამდენი შეგიძლია გაბედო ვიღაც ადვოკატი რო ყავდათ მიყვანილი და იმასავით რაღაცა ქორივით რო აჯდა თავზე. აბა მოეყვანა ხარძიანის ადვოკატი. ისე უკაცრავად ხარძიანის მოსამართლე. ხო მაგარია. ლელა ნოზაძე რატო ვერ მოიყვანა? ამაზეა საუბარი. ამიტომ ეს არის ნახევრად სიმართლის კომისია და ჩვენ რა თქმა უნდა შევალთ იმ ველზე და არ მივცემთ საშუალებას ამ კომისიამ მილაპარაკოს ნახევრად სიმართლე და თან კომისია. რა მიზანი აქვს ამ კომისიას ლევან შენი აზრით? ძალიან მარტივი. მარტივად აგვიხსენეთ. რამდენიმე აქვს ალბათ, მაგრამ აი მარტივად, რომ აი ხედავ რა ყოფილი, რა თქმა უნდა ეგ იყო. რა თქმა უნდა. აი მარტივი არის რა. მოიყვანეს ქალბატონი ანა რატიანი. ეს ადამიანი, ეს ოჯახი, რომელიც გაანადგურა წინა ხელისუფლებამ, სუპერმარკეტების ქსელი წაართვა. და ეს ადამიანი საუბრობდა, რომ მათი ოჯახი გაანადგურეს. ჯერ მეუღლე დაუჭირეს, მერე მეუღლის პარტნიორი. ვინ იყო მოსამართლე? ჩვენ როგორც გვაქვს ინფორმაცია, იყო ბატონი კოპალიანი, რომელიც იყო ესეთი რა, პირდაპირ დადებდნენ კონვეიერზე და ნებისმიერ ადამიანს ციხეში გაუშვებდა. ნებისმიერ ადამიანს გამამართლებელი განაჩენი არ გააჩნია ამ ადამიანს იმ პროცესში. ანა რატიანი საუბრობს, რომ ის ოჯახი გაღარიბდა და ფეხზე ვეღარ დადგნენ. ამასობაში რა ხდება? მაგალითად ყოფილი ახალაიას ციხის უფროსის მოადგილე. ცნობილი ვიდეო რო არის ეს ქართული ოცნების მომღერლები რო კეიფობენ გაგამკურნალიძე მილიონერი გახდა ივანიშვილის პირობებში მილიონერი გახდა პირდაპირ მნიშვნელობით ადამიანი რომელიც სადღაც ცხოვრობდა რაღაც გარე უბანში ივანიშვილის პირობებში რომელიც იყო დაჭერილი ციხის დანაშაულებებზე გამოვიდა და გახდა მილიონერი და ანა რატიანი რომელიც წინა რეჟიმმა გაატყავა პირდაპირ აი მართლა ძალიან დიდი ქონება დააკარგა. დღეს კომისიაზე საუბრობდა რომ მათ ხანდახან არსებობის საშუალება არ აქვს. აი ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სიყალბე და როდესაც მე ამას ვსაუბრობ, ეს აუდიტორია არის ის აუდიტორია, რომელიც დღეს კიდე ფიქრობს, რომ ქართულ ოცნება არის რაღაცების გარანტი მათთვის. ან სამართლიანობის აღდგენის რაღაცა ქონების დაბრუნების, არავინ თქვენ ქონებას არ დაგიბრუნებთ, არავინ თქვენ სამართლიანობას არ აღადგენთ. გაგამ კურნალიძე ყოველთვის მდიდარი იქნება ივანიშვილის პირობებში, ეს ჯალათი ადამიანი, ვიდრე ანა რატიანი. არც ლეონიძეს არავინ არაფერს არ დაუბრუნებს. არავინ არავის სამართლიანობას არ აღუდგენს, იმიტომ რომ ივანიშვილის ამოცანა არასდროს არ ყოფილა
ამის გაკეთება. ივანიშვილის ამოცანა, რომელიც დღეს ყველაზე კარგად ჩანს, იყო სააკაშვილის შეცვლა ივანიშვილით. და იგივე ხალხზე დადგა, იგივე პოლიციელებზე დადგა, იგივე პროკურატურაზე დღეს რა გააკეთეს? ეს რა იყო დღეს რაც გააკეთეს? ორსულ ქალს შეუვარდნენ, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მცხოვრებ ადამიანს დილის 8 საათზე პოლიციელები, პროკურორები, გამომძიებლები დააწიოკეს, პირდაპირ მნიშვნელობით დააწიოკეს. ვინ გააკეთა ეს? პროკურორებმა, რომლებიც არიან მემკვიდრეობით მიღებული. პოლიციელებმა, რომლების უფროსად დანიშნეს ლაშა გოგნიაშვილი, თუ რაგვარია გოგნიაშვილი, რომელიც იყო აი ბოლო ჟამის მერაბიშვილის პოლიციელი. აი ეს ადამიანი, რომელიც არის ახლა სამმართველოს უფროსად, უკეთებდა დღეს ამას ყველაფერს ორგანიზებას. ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე დადგა იმ პრინციპებზე, რა პრინციპებზეც ბოლოს იდგა წინა ხელისუფლება. პოლიციური დიქტატი, პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, ძალოვნები, ამაზე დგას დღეს ივანიშვილი. და ჩვენი ამოცანა რა შეიძლება ამ ეტაპზე იყოს, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. მინიმუმ ამ პროცესში გამოვგლიჯოთ პირდაპირ მნიშვნელობით ელექტორატი გამოვგლიჯოთ და დავასუსტოთ მისი ელექტორალური წონა ზუსტად ესეთი პროცესებით, როდესაც ჩვენ მათ ვეტყვით, რომ არც ამ პარტიებს გააუქმებს. იმიტომ რომ არ არსებობს ქართული ოცნება იმ პარტიის გარეშე. ვერ არსებობს უბრალოდ. წარმოუდგენელია. და წამოწდა ერთხელ მდინარაძეს, რომ ყოფილი ნაცია არ არსებობს, რა თქმა უნდა. არ არსებობს ყოფილი ნაცია. როგორც მდინარაძე იგივე ნაცია არის. როგორც ის გოგნიაშვილი იგივე თქვენ ამ პროცესში ხედავთ, რომ თქვენმა პარტიამ, იმიტომ რომ ეს თქვა ოცნებასთან ახლოს ყველაზე შეიძლება იდგეს თქვენი პარტია ეს ელექტორატის გამოგლეჯვის თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, რომ სწორი იყო გახარიანს მისვლა, პირდაპირ გეტყვით. მე ძალიან გამიკვირდებოდა, რომ არ მესულიყო. ამაზე დავა ოპოზიციის შიგნით, რომ არ უნდა ოპოზიცია მე იდაონ, რამდენიც უნდათ, იმიტომ რომ იმ ოპოზიციის, ან თქვენ ვისაც გულისხმობთ, მათი გაფუჭებულია ეს. მათი გაფუჭებულია, მათზეა ეს ყველაფერი. რა გააფუჭეს მათ? წინა ხელისუფლების ოპოზიციამ რა გააფუჭა? წინა ხელისუფლებამ მაგაზე ვსაუბრობ. ამიტომ ეს დავა მე ჩემამდე არ მოდის, მე ამ დავას არ ვიღებ, არც მაინტერესებს. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესში სწორი იყო ამ პროცესში შესვლა, სწორი არის ამ კამპანიის წარმოება, რა თქმა უნდა და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, იმიტომ რომ ეს ამით არ დამთავრდება. იქნება კომისია, იქნება ჩვენი გამოხმაურებები. ბევრი ისეთი საქმის ამოღება მოუწევს, სადაც უშუალო შემსრულებლები დღეს აქ არიან. თქვენ ფიქრობთ, რომ ხარებას დამჭერი არის გია კლიალაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვინმე? მე ხო ამას ხო ვერ დაუშვებ. ხარება არის დღეს ყველაზე გავლენიანი ადამიანი, რომლის მიმართ რაღაც მადლიერება აქვს ალბათ მთელ პოლიტიკურ შემადგენლობას ოცნების. რატო არის დღეს მნიშვნელოვანი ხარება ივანიშვილისთვის ან ამ ქართული ოცნების რეჟიმისთვის? იმიტომ რომ ხარებაზე დგას, ხარებას სისასტიკეზე დგას, ხარებას ყველაფერზე რო ხელის მომწერი არის, მაგაზე დგას. აი იმ პოლიციის უფროსებზე დგას, რომლებიც აი 15 ივნის 2009 წლის 15 ივნის რო არბევდნენ ჩვენს მეგობრებს თბილისის სამმართველოსთან, ყველა ის პოლიციელი 90% ან სამმართველოს უფროსი არიან, გუბერნატორი არიან, გუბერნატორის მოადგილე არის. ამ ხალხზე დადგა ივანიშვილი, როგორც ჩვეულებრივი ავტორიტარი. ამაზე დგას ქართული ოცნება, იმიტომ რომ ქართული ოცნება ამოწურა დემოკრატიული პროცესი და დადგა პოლიციაზე. ეს არის ამის ბოლო. ყველა ხელისუფლება, ვინც აპირებს მიიტაცოს ამ ქვეყანაში არჩევნები, ბოლოს 100 ამთავრებს. ამ გზას ადგება და ბოლოს მარცხდება. და ერთი წამით მეპარება ქართული ოცნებას ექნება უმძიმესი პოლიტიკური აღსასრული. უმძიმესი. ისეთი, რომელიც ამ ქვეყანას არ ახსოვს პირდაპირ მნიშვნელობით. ისე არავინ არ დაიჯილა თავისი კრიმინალის და თავისი დანაშაულისთვის, თავისი აი ამ აქამდე მიყვანისთვის, როგორც დაიჯებიან ეს ადამიანები. არავინ არ დაიჯილა ამ ქვეყანაში. ეს არის გარდაუვალი, უბრალოდ დროის ამბავია, მაგრამ გარდაუვალია. ლევან, ეს კომისია მათ შორის არის ალბათ საარჩევნო მიზნებისთვის, როგორც თქვა ქუჩაში გაფენილი ბანერები, სისხლიანი ბანერები, რაღაც ამის ვიზუალურ აუდიო ეფექტსაც ασრულებს. ეს ყველაფერი მაინც არის წიპრე საარჩევნო, იმიტომაც გაუგრძელეს ალბათ. საარჩევნო პროცესს როგორ უყურებთ? იმიტომ რომ ამაზე არის ახლა საუბარი, ვინ შევა
შევა, ვინ არ შევა, თვითმმართველობის არჩევნებში თუ ახალი არჩევნები არ იქნა. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს, იმიტომ რომ იქ ოპოზიციის შიგნით მიდის, ვინც რაიონულ ორგანიზაციებს ქმნის ან დამკვირვებლებს ელაპარაკება, შენ მიდიხარ, შენ არ მიდიხარ. ეს ჩანს როგორც განხეთქილების. მე ვფიქრობ, რომ კრიტიკა პოლიტიკურ პარტიაზე, რომ რატო ქმნის რაიონულ ორგანიზაციას, არის ძალიან არაჯანსაღი. აი ძალიან არაჯანსაღი და სიბრიყვია და ხანდახან მართლა სასარგებლო იდიოტის როლი შეიძლება შეასრულოს იმ ადამიანმა, ეხა თუნდაც ის პარტია არ მოწონდეს იმაზე თქვას, რომ რატო ქმნი პარტიულ ორგანიზაციას. აბა რისთვის არსებობს პარტია? პარტიული ორგანიზაცია თუ არ შეიქმნა, პარტიას პოტენციალი და მექანიზმი არ ექნება სერიოზული შედეგების მიღწევის. ჩვენ რატო ვამბობდით ყოველთვის, რომ დღეს ამ თემაზე ლაპარაკი არის ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგი. მარტივად აქვს. ბოლო წუთამდე, თარიღამდე არის შანსი იმისი, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია საპარლამენტო არჩევნებით მიაბა. ბოლო წუთამდე. შენ თუ შეხვალ დღეს ამ დისკუსიაში, რომ ვიღაცა აპირებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მაშინ ივანიშვილი იტყვის, რატო უნდა დავნიშნო? ან რატო უნდა მაიძულოთ? უცხოელებს ეტყვით, რატო უნდა მაიძულოთ ეხა ახალი არჩევნების დანიშნა, სანამ აგერ ეს ხალხი ლაპარაკობს ადგილობრივ არჩევნებზე. არ შეიძლება ადგილობრივ არჩევნებზე ლაპარაკი, მანამ სანამ არ მოიწურება საპარლამენტო არჩევნების დანიშნის რესურსი და ეს არის ბოლო დღემდე არის. აი 40 დღით ადრე თუ როცა ცხადდება არჩევნები, აი იქამდე არის ამის შესაძლებლობა. ამიტომ დღეს ამ თემაში შესვლა დისკუსიაში, რომ ჩვენ გინდა თუ არა თვითმმართველობის ადგილობრივ არჩევნებზე უნდა გავიდეს, ამის ლაპარაკი არ შეიძლება. მაგრამ ის რომ პარტიები დადიან ეხა და თავის რაიონულ ორგანიზაციებს აძლიერებენ, ამაში ცუდი არაფერი არ არის და ეს მისასალმებელიც არის და სწორსაც აკეთებს, ყველა სწორს აკეთებს. ჩვენც ლელოც, ყველა, ვინც ამას აკეთებს, ეძებს ხალხს, რაღაცა ორგანიზაციებს აძლიერებს, აბა პარტიული საქმიანობა ამას მოიცავს. ეს არის ჩვენი საქმე. შესაბამისად, ამაში კრიტიკა არის აბსოლუტურად ჩემთვის მიუღებელი და კონტრპროდუქტიული.